განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით არახველიძემ მოადგილესთან ერთად დღეს ბავშვთა საერთაშორისო დღე ტურბაზე დიღომში ჩასახლებულ ბავშვებს მიულოცა. აღნიშნულ ჩასახლებაში 1992 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 400 სიიდევნილე, მათ შორის 90 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უკვე რამდენიმე წელია ტურბაზე დიღომში მცხოვრები მოხალისეები და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა ერთობლივად ახორციელებს. დღეს გამართულ ასეთ ღონისძიებაზე დევნილთა მინისტრმა ბავშვებს საუკეთესო საგამოფენო ნამუშევრისა და საზეიმო კონცერტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბატონი დავით არახველიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი გვესწრებოდა და მოგვილოცა ეს დღე ყველა ბავშვს. ასევე ყველა ბავშვს საქართველოს მოსახლეობას ვილოცა ბავშვთა დაცვის დღეს და ასევე წმინდა ნინოს ხსენების დღეს. მინდა მიულოცო ყველა ბავშვს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, ასევე ნინობა მინდა მიულოცო ყველა ნინოს. ჩვენ ვიმყოფებით დღეს დიღმის ტურბაზის დევნილთა ჩასახლებაში, სადაც ვიხილეთ შესანიშნავი თვითშემოქმედება ბავშვებისა და შესანიშნავი ენთუზიაზმი მათი პედაგოგებისა, შესანიშნავი ნაწარმოებები, ნახატები და ასე შემდეგ. და აქედან მინდა საქართველოს ყველა ბავშვს და მსოფლიოს ბავშვებს მიულოცო ეს შესანიშნავი დღე და უსურვო მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი.